საქართველოს მეფის მიერ კახეთ-ჰერეთის დაპყრობა უყურადღებოდ არ დაუტოვებიათ მეზობელ მაჰმადიან მფლობელებს და განძის ათაბაგის მოთავეობით მის წინააღმდეგ აღსდგა სულტნისა იგიური ცხუნის სპანი, ათაბაგი განძისა და უმრავლესი კახთა და ქუეყანისა ერი. ჩვენ გვაქვს საქართველოს ისტორიაში ერწუხის ბრძოლის სახელით ცნობილი ბრძოლა, სადაც საკმაოდ მრავალრიცხოვან მუსლიმურ ლაშქარს ებრძვის დავით აღმაშენებლის ლაშქარი. როგორც შედარებით ბევრად უფრო მცირე ლაშქარი. მაგრამ აქ არის საინტერესო მოვლენა, რომ დავით აღმაშენებელს ყავს ამ დროისათვის შიდა ლაშქრით იბრძვის ისო, შიდა ლაშქრითა თავისითა გავიდა 1500 კაცი ალაპარაკის, მაგრამ შემდეგ რასაკვირველი ალბათ შემოემატებოდნენ და შეებრძოლა ერწუხთან მტერს. მაგრამ აქ არის თვითონ დავით აღმაშენებლის ფიგურა, სახე. ისტორიკოსი აღნიშნავს, რომ დავით აღმაშენებელი არა თუ რომელიმე სხვა მეფე უკან იდგაო, არამედ პირველ მებრძოლთა შორის იყო, თვითონ შეუძახებდა, ამხრევებდა და იბრძოდა ხმალამოღებული მეფე. 3 ცხენი გამოუკლესო მეფეს და მეოთხეზე და დაამთავრა ომი. და ეს ომი ძლევამოსილად დაამთავრა, მანდა როცა დაბრუნდა ბანაკში, მაშინ ნახეთო ჩვენო და სისხლის დიოდა, ვიფიქროთ, რომ ეს მეფის სისხლი იყო და არა სხვების სისხლი იყო, რომელიც მას დაუხოცია, მათი სისხლი ჰქონდა მას. აქ ესე იგი წინამბრძოლის დავითის როლი გამოიკვეთა და საერთოდ წინამბრძოლობის ინსტიტუტი ეს როგორც ჩანს მისი სამხედრო რეფორმის ერთი ნაწილი იყო და თვითონ მეფე არის მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა იყოს პატრიოტი და მებრძოლი აი ასეთი ომის დროს. 1006 წელს დავით მეფემ დაიწყო თავისი აღმშენებლობითი მოღვაწეობის გვირგვინის გელათის მონასტრის მშენებლობა. მოიგონა აღშენება მონასტრისა და დაამტკიცა ადგილსა ყოვლისა შვენიერისა და ყოვლი თურთ უნაკლოსა, რომელცა შინა ვითარცა მეორეცაი გარდაათხია ტაძარი ყოვლადწმინდისა და უფროსად კურთხეულისა დედის აღმრთისა. თავდაპირველად, როგორც წყაროებიდან არის ცნობილი, დავითს გელათის მთავარი ტაძრის მშენებლობა, რომელიც ღვთისმშობლის სახელობისაა, განუზრახავს ხახულიდან გადმოსვენებული ძველი ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი კარედისათვის. ამ კარედის შიდა კედლები დავითმა ხელახლა შეაჭედვინა და შეამკობინა ოქროთი ვერცხლით, მინანქრითა და პატიოსანი თვლებით. ეს იყო მისი პირადი საჭურჭრა, რომელიც დავითმა შესწირა ხახულის ხატს. ხახულის ტრიპტიქონი განვითარებული ქართული შუა საუკუნეების ფეოდალური კულტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია, რომელშიც ფერადოვანი აქცენტები, მინანქრის ადგილები, რელიეფის სისქე და რელიეფური მოტივები, ასევე საქტიტორო წარწერის ადგილმდებარეობაც კი წინასწარ იყო გათვლილი, რაც ხელს უწყობდა ხახულის კარედისათვის ერთიანი დეკორატიული სისტემის შექმნას. გარდა როგორც გელათში, როგორც უმნიშვნელოვანეს კულტურულ საგანმანათლებლო სავანეში, მეცნიერების გვერდით მოღვაწეობდნენ არაჩვეულებრივად განსწავლული და დახელოვნებული წიგნის გადამწერნი. ასევე მოღვაწეობდნენ მხატვრები, რომლებიც ამკობდნენ და აფორმებდნენ მათ მიერ გადაწერილ წიგნებს. აქვე მუშაობდნენ მონუმენტური ფერწერის ოსტატები და ოქრომ ქანდაკებლები. საუკუნეების მანძილზე ამ მოღვაწეთა მიერ შექმნილი უნიკალური ნიმუშები ინახებოდა გელათის მონასტერში. დავითმა მონასტერს დიდძალი განძი და ომებში მოპოვებული ნადავლი შესწირა. ამასთანავე შემოიკრიბნა კაცნი პატიოსანი ცხოვრებითა, შემკული ყოვლითა სათნოებითა, არა თვისთაოდენ სამეფოთა შინაპოვნილნი, არამედ ქვეყანისა კიდეთად, სადაც აესმა ვითიმე სიწმინდე, სიკეთე, სისრულე, სულიერთა და ხორციელთა სათნოებითა აღსავსობა, იძინა და კეთილად გამოიწია, მოიყვანა და დაამკვიდრა მას შინა. ასე დაუდო საფუძველი უმაღლეს სასწავლებელს, გელათის აკადემიას. აქ მოღვაწეობდნენ იოანე პეტრიცი, თეოფილე ხუცეს მონაზონი, იოანე ტარიჭისძე,
არსენ იყალთოელი. მართლ მორწმუნოებისა და სიბრძნის კერა. იქცა ყოვლისა აღმოსავლეთისა მეორე იერუსალიმად. სასწაულოდ ყოვლისა კეთილისად, მოძღვრად სწავლულებისად, სხვად ათინად. დავით აღმაშენებელმა დააფუძნა ეს აკადემია, ეს უნდა ყოფილიყო მეორე ათინა და ახალი იერუსალიმი. აი დავაკვირდეთ ჩვენ, ესე იგი დავითს რა არის ათენი რა არის? ათენი არის სიბრძნის ცენტრი, მთელი ფილოსოფია წამოვიდა იქიდან. იერუსალიმი არის ქალაქი, სადაც სამი რელიგია რწმენა შეიქმნა. ესე იგი სიბრძნისა და რწმენის გაერთიანება უნდა მეფეს. აი ამ სიბრძნისა და რწმენის გაერთიანება ცოდნაში გამოხატული, ეს არის ამოცანა გელათის აკადემიისა. ეს ფაქტობრივად უნივერსიტეტი არის, უნივერსიტეტის ტიპის დაწესებულება არის. ჩვენ თუ ისტორიას გადავხედავთ, აი სწორედ იმ დროისათვის, ეს მე-12 საუკუნეში, 13 საუკუნის დასაწყისში დასავლეთ ევროპაშიც პირველი უნივერსიტეტები იქნება. ეს არის ბოლონიის უნივერსიტეტი იტალიაში, ეს არის სორბონა საფრანგეთში, ეს არის სალამანკა ესპანეთში. აი იმ ტიპის დაწესებულება იყო გელათის აკადემია. თავად მრავალმხრივ განათლებული მეფისათვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ახალგაზრდების სწავლა აღზრდის საკითხს. ამ მოსაზრების ძალიან ნათელი დადასტურება ის ფაქტი, რომ დავით აღმაშენებელმა საბერძნეთის უმაღლეს სკოლაში განათლების მისაღება და მთარგმნელობით ხელოვნებაში გასაწაფად საქართველოდან 40 ქართველი ახალგაზრდა გააგზავნა. დავითი დიდ ყურადღებას აქცევდა კულტურულ საგანმანათლებლო კერების გამრავლებას საქართველოში. იგი შესაწირით ავსებდა და ამდიდრებდა არა მარტო საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ეკლესია-მონასტრებს, რომელიც მაშინ იმ დროს განათლების კერებად ითვლებოდა, არამედ საზღვარგარეთის ქართულ სავანეებსაც. კახეთ-ჰერეთის შემოერთების შემდეგ დავითმა ქვემო ქართლზე დაიწყო შეტევა. მთლიანად ქვემო ქართლი, ქალაქ თბილისითურთ, თურქთა სათარეშო ასპარეზად იყო ქცეული. აქ იყო თავმოყრილი მათი დიდი ძალა, დაოხრდებოდა ეს მხარე. დავითმა დაიწყო ბრძოლა ქვემო ქართლისათვის, მაგრამ არა თბილისიდან, სადაც მტრის უმთავრესი ძალები იყო. მან თბილისს სამხრეთიდან შემოუარა და 1100 წელს აიღო თურქთა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დასაყრდენი პუნქტი ციხე ქალაქის სამშვილდე. სამშვილდეში იდგა თურქ-სელჩუკთა გარნიზონი. დავითმა მოახერხა საკმაოდ დიდი ოპერაციის განხორციელება. ამისათვის მოხდა საკმაოდ ძალიან საინტერესო მოვლენა თვითონ და ცოტა ასე ვთქვათ შეიძლება ითქვას გარკვეულწილად ისტორიის მიღმა გვინდა რომ გადავიხედოთ მაინც რა მოხდა, იმიტომ რომ თვითონ ფრაზაა საოცარი, რომ სიმარჯვით მოიპარეს და ციხე მოიპარა ქართველთა ლაშქარმა. ამ ფრაზის თქვათ ადეკვატურად გაგება ხოლმე მას შემდეგ შეიძლება როცა სამშვილდეს ნახავ. როცა ნახავ თუ მართლაც რა სტრატეგიულ ადგილზე მდებარეობს და რა ასე ვთქვათ სტრატეგიული მაღლობი უკავია ამ ციხეს, როდესაც მას ერთადერთი მხრიდან აქვს დასავლეთიდან აქვს მარტო მხოლოდ მისასვლელი. დანარჩენი ყველა მხარე საკმაოდ დიდი ხეობებითაა ჩაკეტილი. სწორედ ამ დროს 1110 წელს დავით აღმაშენებელი გადადის დასავლეთ საქართველოში. ამან განაპირობა თურქ-სელჩუკთა ასე ვთქვათ ყურადღების მოდუნება. თურქ-სელჩუკები აღარ ელოდნენ რომ მოხდებოდა ასე ვთქვათ რაიმე იერიშის სამშვილდეზე და ამ დროს გიორგი წიგნობართყუჩეს წყონდიდელი, მისი დისწული თევდორე თრიალეთის ერისთავი და ასევე ორბელიანები ჩუმად ფარულად მოადგენენ სამშვილდეს. როგორც ჩანს, მანამდე ქართველებმა მოახერხეს სამშვილდეში გარკვეული კონტინგენტის შეგზავნა. ეს იყო მეომრები თუ დაზვერვა ამ შემთხვევაში ხლა ამის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ფაქტია, რომ გარკვეულმა ძალებმა ციხე შიგნიდან გაუღეს ქართველებს და ქართულმა არმიამ მოახერხა უკვე ამის შემდეგ სამშვილდის აღება და ციხის დაკავება. ეს იყო კარგად დაგეგმილი სამხედრო ოპერაცია, რომელიც შეიცავდა ყველა იმ ელემენტს, რომელი ელემენტი შეიძლება ასე ვთქვათ აი ასეთ ოპერაციას ახალდეს. თქვათ, საიდუმლოდ დასავლეთ საქართველოში მეფის გადასვლა, საიდუმლოდ სამშვილდესთან ჯარის მოსვლა, დაზვერვისას წინასწარი სადაზვერვო რაღაც პატარა ჯგუფების შეგზავნა ქალაქში, თანამედროვე ტერმინებით რო ვთქვათ და რეალურად აი ამ კარგად დაგეგმილმა სამხედრო გეგმამ თავის შედეგი გამოიღო და სამშვილდეს საქართველოს ხელისუფლება დაეუფლა.
ამის შემდგომ უკვე ქვემო ქართლში სხვა პოლიტიკური კონიუნქტურა სუფევდა. აბსოლუტურად სხვა ძალთა თანაბარდობა შეიქმნა. როგორც მოსალოდნელი იყო, ამას მოჰყვა სულთნის ლაშქრის საპასუხო შემოსევა. თურქები შეუმჩნევლად შემოიბარნენ, მაგრამ დავითი მათ წინააღმდეგ დაუყოვნებლივ გამოვიდა და თრიალეთში მტერი დაამარცხა. ამის შემდეგ ჯერი რუსთავზე მიდგა, რომელიც 1115 წელს წაართვეს თურქებს. ქვემო ქართლის პარალელურად დავითი საქართველოს უკიდურესი სამხრეთ-დასავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი კუთხეებისთვისაც იბრძოდა. 1116 წელს მან ტაოში დაბანაკებულ თურქებს შეუდია და გადარეკა საქართველოს საზღვრებიდან. კახეთ-ჰერეთის შემოერთების შემდეგ საქართველო უშუალოდ დაუმეზობდა შარვანს. ამიერიდან შარვანის შაჰებთან ურთიერთობას დიდი ყურადღება ეთმობა დავით მეფის საგარეო პოლიტიკაში. დავით აღმაშენებელმა არ მოისურვა ბიზანტიური ტიტულის ტარება. ყველა მეფე ბაგრატ მესამეც და შემდგომი მეფეებიც გიორგი მეორის ჩათვლით ატარებდნენ სევასტოსის, კესაროსის, ნოველისიმოსის ტიტულებს სხვადასხვა დროს და ასე შემდეგ. მაგის დროსაც დავით აღმაშენებელმა უარი თქვა ბიზანტიურ ტიტულებზე. ის იყო თქვათ მისი ტიტული ბოლოს იყო მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა, სომეხთა, შირვანშათა, შახანშა. ესე იგი მას სრულად საქართველოს მეფე იყო ყოველგვარი ბიზანტიური ტიტულის გარშე. ამით ის ხაზს უსვამდა, რომ გავლენა ბიზანტიისა საქართველოზე ნულამდე არის დასული. 1116 წელს ტაოდან თურქთა განდევნის შემდეგ დავითმა ასული თვისი კატაი გაგზავნა საბერძნეთს ცლად ბერძენთა მეფისად. რამე თუ პირველად ამისსა, პირმშო ასული თვისი თამარი გაეგზავნა დედოფლად შარვანისა. რათა ვითარცა ორი მნათობი, ერთი აღმოსავლეთს, ხოლო მეორე დასავლეთს, ცისკროვან ყოფდნენ სამეფოსა, მამისაგან მიმღებელნი, მზეებრთა შარავან დედთანი. საქართველოს მეფის ეს ნაბიჯი მიზნად ისახავდა შარვან შაჰთან შეთანხმებას და მის გადმობირებას სელჩუკთა წინააღმდეგ ბრძოლაში. როგორც ჩანს, დავითმა შარვან შაჰის საბოლოოდ მაინც ვერ გადმოიბირა და 1117 წლიდან მის წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო. უშუალოდ შარვანზე გალაშქრებამდე დავითმა დაიპყრო ჰერეთის ციხე-ქალაქი გიში, რომელიც თურქთა მოკავშირეობით ინარჩუნებდა საქართველოს მეფისაგან დამოუკიდებლობას. ამით დამთავრდა ჰერეთის შემოერთება. ჰერეთის საბოლოოდ შემოერთების შემდეგ დავით აღმაშენებელმა უკვე შარვანს შეუდია, სადაც თავისი ძე დემეტრე გაგზავნა, რომელმაც აიღო ციხე-ქალაქი ქალაძორი და უკან ძლევამოსილი დაბრუნდა. 1118 წელს დავით მეფე რახსის ნაპირზე დაბანაკებულ თურქებს დაესხა თავს და დაამარცხა. იმავე წელს აიღო მან ციხე-ქალაქები ლორე და აგარანი, რითაც დაამთავრა ქვემო ქართლის შემოერთება. 1118-1119 წელს დავით აღმაშენებელმა კიდევ ერთი სამხედრო რეფორმა გაატარა. მან ჩრდილო კავკასიიდან 40,000 ყივჩაღის ოჯახი გადმოასახლა საქართველოში. რატომ მაინც და მაინც ყივჩაღებისა? ისტორიკოსი აღნიშნავს, რომ ყივჩაღები ადვილად დასაყოლებელი იყვნენ. კეთილი ნებისანი იყვნენ თვითონ. კარგი მოლაშქრეები იყვნენ. და უპრეტენზიონი იყო, ამასაც მნიშვნელობა ჰქონდათ, რომ 40,000 კაცის ჩამოსახლება და დასახლება და მათი მოვლა ეს იყო უსარმაზარი პრობლემა ქვეყნისთვის. და ბოლოს ამას ზოგიერთი პირველ ადგილზე აყენებს დავითი გახდათ ყივჩაღთა მთავრის ათრახა შარღარიზის სიძე. მას ყავდათ ცოლად მოყვანილი გურანდუხტი, რომელსაც ისტორიკოსი ძალიან როგორც ლამაზ მშვენიერს და ჭკვიან ქალბატონს ისე გადმოსცემს, ეს იყო ასული აი ამ ყივჩაღთა მთავრისა და ბუნებრივია ეს ნათესაური დინასტიური ქორწინება ხელს უწყობდა ყივჩაღებთან დაახლოებას. გადმოსახლებულ ყივჩაღებს მისცეს მიწის ნაკვეთები, საზაფხულო და საზამთრო საძოვრები. უზრუნველყვეს ეკონომიკურად, რის სანაცვლოდ ყოველ ოჯახს ერთი შეიარაღებული მოლაშქრის გამოყვანა დაევალა. ყივჩაღთა 40,000 მოლაშქრე მთლიანად მეფეზე იყო დამოკიდებული და არ იყო დაკავშირებული ფეოდალთა კლასთან. ეს დიდ უპირატესობას ანიჭებდა მეფეს. ამიერიდან საქართველოს მეფე
ნაკლებად იყო დამოკიდებული ფეოდალურ ლაშქარზე. დავითმა საქართველოს სახელმწიფო ლაშქარი გასტუმრების ახალ წესზე გადაიყვანა. მანამდე ხდებოდა სამხედრო ალაფად მოპოვებული ნადავლის განაწილება მოლაშქრეთა შორის. დავითმა ეს აკრძალა და სამაგიეროდ ლაშქარს სახელმწიფო ისტუმრებდა ულუფითა და სარგოთი, ანუ ჯამაგირით. მის თანააღმზრდელად და ისე ვთქვათ, თანამოსაქმედ ჯერ კიდევ ყმაწვილკაცობიდან წყაროებში წარმოდგენილი არის გიორგი მწიგნობართუხუცესი. როგორც ჩანს, გიორგი მართლაც დიდი როლი ითამაშა და ის განსაკუთრებული იყო დავითისათვის პიროვნება იყო. ის იყო აღმზრდელიც მისი და მერე თანაგამკაფველი ყოველთა გზათა მისთა და არ არის შემთხვევითი რომ აი სხვადასხვა ლაშქრობებშიც კი მაგალითად ძერნასა და სამშვილდის აღების შემდეგ სწორედ ჭყონდიდელი ჩანს იქ და ჭყონდიდელის დისწულს თევდორეს აბარებს ამ ქალაქებს 1018 წელს როდესაც გაემართა დავით აღმაშენებელი ოსეთს ყიფშაყების გადმოსასახებლად სწორედ ჭყონდიდელ მწიგნობართუხუცესი ახლავს მაგ აქ ხაზი ესმება ერთ რამეს რომ ეს გადმოსახლება უბრალო კი არ იყო რა ჭყონდიდელ მწიგნობართუხუცესი კარი აქ ქრისტიანობის პრობლემაც იყო გაქრისტიანების პრობლემაც იყო რაზეც საქართველოს თავისი მისია ჰქონდა და პრაქტიკულად ჩრდილო კავკასიის გაქრისტიანება აი საქართველოს საშუალებით ხდება და ქართველი მეფეების საშუალებით ხდება ეს მერეც გრძელდება დავითმა ვერ დაასრულა ეს ლაშა გიორგის დროსაც ზოგჯერ მახვილითაც უხდებათ შესვლა თამარის დროს კი არის დიდოელების და მხოელების მთელი აჯანყება აი სწორედ ქრისტიანიზაციის და ფეოდალიზაციის წინააღმდეგ და აი 1118 წელს სწორედ ჭყონდიდელი როცა მის გვერდში დგას გარდაიცვალა იგი კიდეც ეს არის საინტერესო მომენტი რომ დავით აღმაშენებელმა უდიდესი პატივით დაკრძალა იგი და ამასთან 40 დღე იგლოვა მთელმა სამეფომ დავით აღმაშენებლის მემატიანი აღნიშნავს რომ გლოვა დაიხსნა ვახტანგის დაბადებამ. ესე იგი მეორე შვილი გაუჩნდა 40 დღის მერე და ეს არის ვახტანგი და უკვე ამის შემდეგ უკვე შეწყვიტეს გლოვა ქართველებმა. 1120 წლის თებერვალს დავითმა აიღო შარვანის ქალაქი ყაბალა. შემდეგ დაბრუნდა ქართლს. შეკრიბა ახალი ძალები და მაისში შარვანის შიდა ტერიტორიების დასარბევად გაემართა. როგორც ჩანს, დავითმა ამასთანავე შარვანის წინააღმდეგ გაამხედრა დარუბანდის მმართველი. შარვან-შაჰსა და დარუბანდელს შორის ბრძოლაში შარვან-შაჰი მოკლეს და ამის შემდეგ შარვანის ტახტზე საქართველოს მეფის სასურველი კანდიდატი ავიდა, რომელიც საქართველოს მეფის ერთგული იყო. მნიშვნელობა ენიჭება აგრეთვე მის მიერ სამონეტო სისტემის რეფორმას. ეს ძალიან რთული პრობლემაა ჩვენში. ტრიალებდა ძირითადად ბიზანტიური ფული და სელჩუკთა ფული. იჭრებოდა დიდი ხანია ბიზანტიური ტიპის მონეტები. მან ეს მონეტები დატოვა, მაგრამ ცოტა ზომა-წონა რაღაცა შეუცვალა, მაგრამ ამავე დროს შეიქმნა სრულიად ახალი ტიპის მონეტა, რომელზედაც იყო მუსლიმური ლეგენდა, არ არის ღმერთი ჩრიარ ალახისა, რომელზედაც იყო აგრეთვე, ესე ვთქვათ, მუსლიმური რეგალიები, მაგრამ მეორე მხარეზე იყო ქართული წარწერა და აი ეს მონეტა ამის დანიშნულება ის იყო რომ რადგან ჩვენ ამ დროს ძირითადად ურთიერთობა მუსლიმურ სამყაროსთან ჰქონდა რომ ქართულ მონეტას იქ გასავალი ჰქონოდა სხვათა შორის საინტერესოა რომ აი ერთ-ერთ მონეტაზე პირდაპირ წერია მახვილი მესიისა ესე იგი ის იმათეუბნებოდა რომ მე ქრისტეს მესიის მახვილი ვარ ერთ-ერთი მონეტა რომელიც ლონდონის ბრიტანეთის მუზეუმშია დაცული და რომელიც ცნობილმა ქართველოლოგმა დავით ლანგმა გამოსცა ძალიან საინტერესო წარწერაა მასზე მეფე აფხაზთა ესე იგი დასავლეთ საქართველოს მეფე ქართველთა ესე იგი ქართლ მესხეთის მეფე რანთა ჰერთა მეფე კახთა მეფე და სომეხთა მეფე ეს სომეხთა მეფე არის ქვემო ქართლის, როდესაც მან 1118 წელს ლორე აიღო საბოლოოდ და გააუქმა ეს სახელმწიფო, რომელიც ეთნიკური შემადგენლობით ნარევი ქართულ სომხური იყო, სარწმუნოებითაც ნარევი ქართულ სომხური იყო, მათი მეფეები, კვირიკიანები
ბაგრატუნების დროს შტოს წარმოადგენდნენ და სომეხთა მეფის ტიტულს ატარებდნენ, აი როდესაც მან ესეც გააუქმა მონეტაზე ეს მისი ტიტულატურა აღიბეჭდა. ყოველმხრივ განიმტკიცა რა მდგომარეობა. დავითი 1120 წელს თურქთა წინააღმდეგ გადამწყვეტ შეტევაზე გადავიდა. დავითის ისტორიკოსი მის ერთ-ერთ საბრძოლო ხერხს გვამცნობს. მეფეს თურქთა მსტოვარნი ზედა ადგიან და ეძებდიან გზათა მისთა. სელჩუკთა სიფხიზლის მოდუნების მიზნით დავითი გადადის დასავლეთ საქართველოში. მისი სიშორით გულდამშვიდებული მტერი იწყებს საქართველოს საზღვრების რბევას, რის შემდეგაც მეფე მათ ზამთარში მოულოდნელად თავს ესხმის და ამარცხებს. შეიძლება ითქვას, რომ 1120 წლიდან იწყება შეუსვენებელი ბრძოლა თურქთა წინააღმდეგ. ერთი წლის განმავლობაში 1120 წლის თებერვლიდან 1121 წლის ივნისამდე ბრძოლა არ შეწყვეტილა. თურქ-სელჩუკები თავიანთ პოზიციებს თავგამოდებით იცავდნენ საქართველოს მისადგომებთან და ქართველებიც გამუდმებული იერიშებით ერეკებოდნენ მტერს საყრდენი პუნქტებიდან. ამასთანავე საქართველოს მეფე ენერგიულად უტევდა და ავიწროვებდა დიდ ქალაქებს.